რამდენი ფილმი შეიძლება გადაიღონ სტივ ჯობსზე, სანამ თაყვანის მცემლებს მობეზრდებათ. თუ ინტერნეტ სივრცეში ამ თემასთან დაკავშირებულ გვერდზე მოხვდებით, ნახავთ, რომ ამ კითხვას ბევრი სვამს. თუმცა კინოკომპანიებს და რეჟისორებს ეს ხელს სულაც არ უშლის მაყურებლების მოთმინება და გამძლეობა გამოსცადონ. ცოტა ხნის წინ ახალი ტიზერი გავრცელდა, რომელშიც გენიოსს ამჯერად მაიკლ ფასბენდერი განასახიერებს. ფილმი Universal Pictures ეკუთვნის და მისი კინოეკრანებზე გამოსვლის თარიღად 9 ოქტომბერი სახელდება. ამ შემთხვევაში ფილმის რეჟისორი დენი ბოილია, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილი ტიტულოვანი პროექტი მილიონერი გარეუბნიდან და ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ეკუთვნის. სიუჟეტის ცენტრში კი კომპანია Apple-ის დამაარსებლის ცხოვრების ის პერიოდი იქნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტის iPad-ის გამოსვლას უძღოდა წინ. ფილმის გადაღებები 2015 წლის იანვარში დაიწყო. მაიკლ ფასბენდერის გარდა კი ბიოპიკში კეით უინსლეტი, სეთ როგენი და ჯეფ დენიელსი მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ სტივ ჯობსის ბიოგრაფია კინოეკრანებზე 2013 წელს უკვე გამოვიდა. მაშინ ჯობსი ეშტონ კაჩერმა განასახიერა, მაგრამ ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა. 12 მილიონიანი ბიუჯეტით მან მხოლოდ 35 მილიონიანი მოგება მოიტანა. Steve? რაც შეეხება შემდეგ პროექტს 2014 წლის ნოემბერში კომპანია Sony მასზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პროექტმა Universal-თან გადაინაცვლა. ფილმში მონაწილეობა არის სურვა ჰოლივუდის რამდენიმე ცნობილმა ვარსკვლავმაც, მათ შორის ნატალი პორტმანმა, ლეონარდო დიკაპრიომ და კრისტიან ბეილმა. დაწყებამდე დატოვა გადასაღები მოედანი რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა, რომელიც კომპანიას ჰონორარზე ვერ მოურიგდა. ასე რომ ნახოთ რა გამოვიდა საბოლოო ჯამში. In Apple's DNA, the technology alone is not enough.